ეს ჩათირიშვილი როგორც ივანიშვილის ამინდის პროგნოზი შეიძლება ასე ითქვას განწყობების გამშიფრელი რომელიც თვალწინ გვიდებს იმ წუთში რა განწყობებით არის წარმოდგენილი ოლიგარქი რას ფიქრობს რა გეგმით არის და რა უნდა აი რა გაიგეთ ამ ბოლო კონკრეტული ივანიშვილის ამინდის პროგნოზი არის მეორეული საკითხი სინამდვილეში არის რუსეთის და პუტინის რეჟიმის პირდაპირ ანარეკლი ეს შათირიშვილი თავად არ იგონებს არაფერს ყველა ტექსტი რასაც ჩვენ მისგან ვისმენთ ხოლმე პირველი ეს არის გამოძახილი თუ რას ამზადებს პროპაგანდისტულად ქართული ოცნება და მეორე ერთ-ერთში იმეორებს რუსულ ნარატივებს დღესაც ეს ტექსტი როცა ვარჩევდი ალბათ რა ვიცი იცით თქვენც რომ რუსეთის ჰიბრიდული ომს ვიკვლევ წლებია და დუგინი არის ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტი იმ ნარატივების რასაც რუსეთი ქმნიდა წლების მანძილზე რომ ვადარებდი ერთმანეთს შათირიშვილის ნაწერს და დუგინის ნაწერს ერთ-ერთში იმეორებს სიტყვებიც კი არ არის შეცვლილი ანუ პირდაპირ აკოპირებენ და გადმოაქვთ ქართულად თარგმნიან და ასე ელაპარაკებიან საზოგადოებას თქვენ შეგიძლიათ თქვათ რომ შათირიშვილის გვარი სავარაუდოდ აქ მხოლოდ ეწერება რა თქმა უნდა და ეს არ არის ფილოსოფოსის კარის ფილოსოფოსის ნაზრებიც კი ეს არის უბრალოდ მისი სახელით დაწერილი. ანუ არ არის თვითონ არაკეთებს ამ ნარატივს არ ქმნის. აი ეს რომ შექმნა ეს მას არ შეუძლიეს რომ შეძლებოდა სხვაგან იქნებოდა. ამიტომ ივანიშვილის გარშემორენ ადამიანები ვინც რუსეთის ვისაც შეუძლია რუსული პროპაგანდა გადმოიტანოს ქართულენაზე და მე ეს საზოგადოებას მიაწოდოს. თავად deep state-ის რამოდენიმეჯერ აქვს ნახმარი ტექსტში და ეს ახალი არ არის ესეც თავად ქართულ ოცნებას არ მოუგონია 90-იან წლებში საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა მაშინ გაჩნდა პირველად და დაშლა საბჭოთა კავშირის დააბრალეს მაშინაც deep state-ს იმიტომ რომ ის რომ თავად აღიარონ რომ უმაქნისები არიან არაფერი არ შეუძლია და მაშინ საბჭოთა კავშირშიც და ქვეყანა დაიშალა იმპერია დაიშალა იმის გამო რომ ეკონომიკურად გაღატაკებული იყო და სახელმწიფოები ვეღარ არსებობდნენ მოიგონეს მტერი და მტერს დააბრალეს რომ თავად გამორჩენილი იყვნენ სუფთები ამ ნაწილში მაგრამ 90-იან წლები არ არის ახლა ინტერნეტი გვაქვს და გვაქვს კადრები და ფაქტები, რითაც ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ ის რომ ტყუილია, ყველაფერი ტყუილია, რაც იმ ტექსტში წერია, აბსოლუტურად ტყუილი არის, ერთი ხაზს ვერ იპოვით, რომელიც შეიძლება სიმართლეს ასახავდეს მიმდინარე მოვლენებზე, გეოპოლიტიკაზე ბევრს წერდა, მაგრამ ყველაფერი ტყუილი არის. იქ ევროპის სისუსტეზე წერდა, პირიქით ხდება, ევროპა ყველაზე ძლიერი არის, რაც კი აქამდე ყოფილა და ის ხელშეკრულება, რაც დაიდო ტრამპსა და ამერიკასა და ევროკავშირს შორის, პირიქით აძლიერებს ევროკავშირს და აძლევს ახალი უსაფრთხოების სივრცეს, რომ ევროკავშირი იყოს თავად ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის შემქმნელი, ეს არის მნიშვნელოვანი. ახლა აქ ჩდება კითხვა, რა თქმა უნდა, როდესაც ეს ნარატივები იქმნება, ის გათვლილია კონკრეტულ საზოგადოებაზე, აქ ყველაფერი შესწავლილია და ოცნება აქ თავის სამორჩეველს ესაუბრება. როგორ ფიქრობთ ეს deep state-ი კვლევების შედეგადაც ეს მხოლოდ ხა ესეთი გამოცნობის ესე იგი პასუხის მოლოდინის კითხვა არ არის. როგორ ფიქრობთ, რამდენად მოწყულად ჯგუფებზე მოქმედებს მსგავსი ნარატივები, ანუ ვინ შედის ამ ჯგუფებში? ან კვლევებმა რაც აჩვენეს deep state-ის ჯერა თავად ქოცების ამორჩევლის არასრულ რაღაც 30% რომელიც დღეს დაახლოებით ამ ეს მხარდაჭერა რის რამდენის 30 გამოდის ეს ანუ ჯამში რამდენი ჯამში დაახლოებით 20% ჯეროდათ ნაკლებს კიდევ იმ 30%-დან ვინც ღიად ამბობს რომ დღემდე მხარს უჭერს ოღონდ ანუ თავის საზოგადოებაზეც თავის ამორჩეველზეც ვერ მუშაობს რეალურად იმიტომ რომ არ არსებობს ამის ფაქტი. რაღაცა რომ დაადასტურო, ვიზუალიზაცია ჭირდება, ვერ ადასტურებენ, ვერ ქმნიან, არ შეუძლია დაადონო, აი ეს წარმოადგენს deep state, ეს წარმოადგენს კოლექტიურად როცა ლაპარაკობ, ეს ნარატივი კოლექტიურად აღარ ვერ დამაჯერებელი არ არის. არ მუშაობს ალბათ ამას არ იტყვით, მუშაობს, მაგრამ მუშაობს მხოლოდ მცირე სეგმენტზე, რომელიც ისე თავისი ამორჩეველი. უბრალოდ აქ ჩდება კითხვა სხვა შესაძლებლობები უკვე ხელთ ქართულ ოცნებას აღარ აქვს. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, რითაც ემუშავებიან რაღაც თავისი რაღაც 25-30%-ის ნახევარ-20%-ს. ერთი ეს არის და ცხადია ამაზეც გავაკეთებ აქცენტს, მაგრამ თავარი რა არის ქართულმა ოცნებამ აირჩია რუსეთის გზა, ხო ის მიყვება რუსულ გზას და ქვეყანას ამზადებს რუსეთის გადასაცემად უკვე ოფიციალურად. ეს არის მათი გაცხადებული ამბიცია და სურვილი, მაგრამ იმისთვის რომ ეს გადაბარება მოხდეს და ეს აღასრულოს ბიძინამ და გააფორმოს სრული ავტორიტარიზმი, რომელიც უნისონში იქნება კრემლთან, ამისთვის საჭიროა ნარატიული მომზადება საზოგადოების, რომ მოუძებნოს ახსნა რატომ აკეთებს ამ ყველაფერს. ქართულ ოცნებას შეეძლო
2012 წლიდან მოყოლებული შეეძლო ღიად განეცხადებინა ის, რომ ისინი რუსეთის მიმართ არიან ლოიალურები და რუსულ გზას მიყვებიან, მაგრამ ეს მათ არ გააკეთეს. იმ რაღაცა დემოკრატიის ფასად სამოფარებული, პროდასავლურობა სამოფარებულები იყვნენ ამდენი წლის მანძილზე, მაგრამ მოხდა რა? მოხდა ის, რომ დაიწყო რუსეთმა ომი უკრაინაში და მოუწია ქართულ ოცნებას დაეჭირა მხარე და ზუსტად მანდ გამოჩნდა მათი არჩევანი, სად იდგნენ. და ამას მოყვა მე ყველა რიგი მოვლენები, რაც განვითარდა არჩევნების მიტაცებით, პოლიტპატიმრებით, საზოგადოების განადგურებით და ასე შემდეგ, რასაც ვუყურებთ დღემდე არჩევნების შემდგომ პერიოდში. ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს ქართულ ოცნებას დემოკრატიის მხარეს, ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს ადამიანის უფლებების მხარეს, ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ რუსეთის გადაბარება ეს არის მისი ამოცანა. ამიტომ ნარატიულად ისინი ამზადებენ ამ deep states და კიდევ უფრო ბევრჯერ მოვისმენთ. რაც უფრო გაუჭირდება ქართულ ოცნებას, კიდევ უფრო მეტჯერ გაიმეორებს. ეს არის რუსული მეთოდის თავარი ამოცანა, თავარი ხაზი, რასაც პუტინი თავად მიყვება. მიუხედავად იმისა, რომ მილიონობით ადამიანი ყვდება ომში რუსები, მიუხედავად ამისა საპირისპირო სამტკიცებენ, ასე მუშაობს. სხვა მსმენელი ყავს პუტინს, სხვა ტიპის აუდიტორია ყავს და ქართულ ოცნებას და კრემლის თქვათ ასე ვთქვათ, პირდაპირ კოპირებას სახელმწიფოს კრემლის შინაარსის შესაძლოა არ კონდეს ამხელა ეფექტი, როგორც პუტინს რუსეთში აქვს მის. ხო, იმიტომ რომ დღეს კიდევ აქ რომ გავარ ჩვენ და ვლაპარაკობ და საზოგადოებას ვუხსნით რა ხდება და ინტერნეტი არ არის ჩაკეტილი ისევე როგორც რუსეთში არის, YouTube-დან და გაქცეული რუსები იქიდან არ აწვდიან საკუთარ მოსახლეობას ამბავს სინამდვილეში რას წარმოადგენს პუტინი და ჩვენ გვაქვს ჯერ კიდევ სივრცე შერჩენილი, თავისუფალი სივრცე, საიდან ჩვენ შეგვიძლია ეს პროპაგანდა გავარღვიოთ იმედის ენით აუწერელი პროპაგანდა, რომელიც წარმოუდგენელი არის ასევე პოზიტივის. ამიტომ მაქსიმალურად რაც შეგვიძლია ჩვენ და ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად გაიაზრა, ეს უნდა დავიცვათ ჩვენი ხმა და მივიტანოთ ხალხამ და ჩვენი ამბიციაც ამ 8 პარტიაზე როცა ვსაუბრობთ, ხომ ყოველთვის ეს არის, რომ ერთიანობა ამ ნაწილში 8 პარტია მნიშვნელოვანი არის, თანხმობა მნიშვნელოვანი არის. ნებისმიერი ვინც ამას ყველაფერს ხელს უშლის ამ 8 პარტიის განვითარებას, ეს არის ქართული ოცნება თავად, იმიტომ რომ მათ ეს აწუხებს, იმიტომ რომ ჩვენ ვართ თავარი ძალა, ვისაც შეგვიძლია ვესაუბროთ ხალხს და ის პროპაგანდა, რასაც ჩათერიშვილი ავრცელებს და ცდილობს ყოველ შემთხვევაში საზოგადოება დაარწმუნოს, რომ რაღაც უხილავი ძალები მართავენ სამყაროს და მათ შორის საქართველოსაც, ეს გავარღვიოთ, რომ საზოგადოებამ დაინახოს რეალობა, გამოვიყენოთ ეს სივრცე, ეს საშუალება, რაც დაგვრჩა ამ ავტორიტარიზმში და შევცვალოთ ხელისუფლებას, შევცვალოთ მშვიდობიანად ცხადია. მადლობა გიორგი ბუტიკაშვილს, კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ წარმომადგენლის, რომელიც პასუხობდა ჩვენს შეკითხვებს.